ახალგაზრდულ რესურსცენტრში პროექტის ფილმები დიალოგისთვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ბულინგი, თაობათა შორის ურთიერთობა, დროის სწორად ორგანიზება. ეს ის თემატიკა, რომელზედაც რესურსცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებულმა ფილმების სტუდიამ იმუშავა. სტუდიაში გაწევრიანებული ოზურგეთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სცენარისტებად, ოპერატორებად და მსახიობებად მოგვევლინენ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე თავიანთ ნაფიქრ ნააზრევი, მოკლემეტრაჟიან ფილმებად აქციეს და საზოგადოებად დიალოგში გამოიწვიეს. პროექტი ფილმები დიალოგისთვის გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა განახორციელა. საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის დაფინანსებით. ჩვენთვის ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები იყო, რაც დასმული იყო ფილმებში და თავად ჩვენი არჩევანით მოხდა მათი წამოყენება, რადგან ვთვლით, რომ ძალიან აქტუალურია. განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესი იყო, როდესაც მუშაობ, რაღაცას პატარ-პატარა დეტალებს აკეთებ და ბოლოს ერთად შეკრულს უყურებ და ხედავ შედეგს შენი შრომის და ძალიან მიხარია დღევანდელი დღე და იმედია, რომ გაგრძელებოდა კიდევ უფრო საინტერესო ფილმებს გაჩვენებთ და დავანახებთ საზოგადოებას კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებს. გითხრათ, რომ ესეთი მოკლემეტრაჟიანი ფილმები არის არაჩვეულებრივი საშუალება სხვადასხვა პრობლემების ადვოკატირებისთვის. ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი ფილმებია, პრობლემები არის ძალიან კარგად შერჩეული, გადაჭრის გზებიც არის ძალიან კარგად მოძებნილი. მე ძალიან მიხარია, რომ ეს სტუდია არ იხურება, განაგრძობს ფუნქციონირებას. ჩვენ მხოლოდ 3 თვის გრანტი მივეცით. დაიწყო ორგანიზაციამ ამ მიმართულებით მუშაობა და განაგრძობს. ასე რომ მომავალში ალბათ უფრო მეტ ფილმებს უნდა ველოდოთ. რესურსცენტრთან არსებული ფილმების სტუდია კვლავაც განაგრძობს არსებობას.